ჯერ ხომ მოვატყუე. სახლიდან გასასვლელი მიზეზი ხო და მე თქვა რაღაცა. არა და მე ვერ ვიტყუებიო, კაცმა რო კითხოს, ტყუილის თქმა არ შემილიო. ეხლა შემხვდა ესეთი სტატია სალომე ჭაჭუა ბავშვი რო გააჩინა. ხო. ავტომატურად კომენტარებში შევედი. ოუ რა ხდებოდა. თავიდან ყველაფერი ძალიან ჩვეულებრივად დაიწყო. ის იყო ყურადღებიანი თბილი ოჯახზე ორიენტირებული. შეთანხმებას დაიწყო. ტესტია? სიყვარულის რომელ ენაზე საუბრობთ? მეორე კითხვა. როგორ გამოხატავთ სიყვარულს? გამარჯობა. ოჯახურ პოდკასტს უყურებთ. მოსკულებს. გამარჯობა. ეგრეთ წოდებულს კვანცა და გიორგი. ცოლქმარე. ძოლქმარი. რაღაცა ეს მოულოდნელად დაიწყე. ველოდი. ორშაბათი. წვიმიანი ამინდი. ორშაბათი. წვიმა. სუსხი. როგორც უნდა იყოს ორშაბათი, რა? დღეს არ გვაქვს რაღაცა ისინი სიახლეები რა, თითქოს არაფერი არ მომხდარა ისეთი ამ კვირაში. ხო. ხო და გადავწყვიტეთ, რომ ეს სიახლეები ავიღოთ გაზეთებიდან და ჟურნალებიდან, ძველი რა, ანუ დღევანდელი. დღევანდელი, ოღონდ ძველი ვიგულისხმე ისა. მაშინ რა ვქია, კიოსკში ვიყიდე. ბოლოს როდის იყიდე ჟურნალი. ბოლოს კაცებში რო გავაკეთეთ, ალბათ 1 წლის წინ იყო, გავაცოცხლეთ ეგ რუბრიკა და მაგისტრის ვიყიდეთ მე მგონი. ბავშვობაში ვყიდულობდი ხოლმე იმას, ოსკარს. ხო და იქ ხო. როგორ? პოპკორნს მოესწარი? არა, პოპკორნი არ მახსოვს. იყო ეს პოლონური ჟურნალი იყო თუ რაღაც ესეთი პრიალა რა, მაგარი ხარისხის, შოუ ბიზნესზე. ხო. და MTV-ს ეპოქა და მაშინ და მუსიკოსები და რაღაცები და დელისთან იყიდებოდა ხოლმე და მაგას ყიდულობდით ხოლმე მე და ჩემი და გვიხარო და ის იმით მე პოსტერები და რაღაცები. ოსკარიც ეგეთი იყო რა. მე და ჩემი მეგობრები ვყიდულობდით ხოლმე ოსკარს და შიგნით რაღაცები იყო ხოლმე პოსტერები და თამაშები და რაღაცა კროსვორდები და რაღაცები და გიждდებოდა ისე მიყვარდა. დღემდე მაქვს რაღაცა პოსტერები შენახული. ფეხბურთელების და რაღაცების ხო იყო და ეს სერიალები, მაშინ რა სერიალებიც გადიოდა, Lost-ის ეს მიყვარდა, Sawyer-ი მიყვარდა ძალიან და იმის პოსტერები მქონდა შენახული. Lost-ი Sawyer-ი, Tom Sawyer-ი არა. კარგი ხარ. ხო და მაგასთან იმ ჟურნალს რომ ყიდულობდით, რა თქმა უნდა, ვერაფერს ვერ ვკითხულობდით, პოლონურად ეწერა. მაგრამ ფოტოების გამო გვევასებოდა. მაგრამ დებილობა იყო, რა დებილური გართობები ქონდა. მე გაჩნდა რაღაცა კალათბურთის ჟურნალი იყიდებოდა. ეგეც მაღალი ხარისხის. და ნუ აი გავგიჟდი, ეგ რამდენიმე ვიყიდეთ. ეგეც უცხოური იყო. რამდენიმე მიყიდეს. ხო, აბა. გაზეთი მაშინ ქართული შავ-თეთრი იყო, მარტო ჟურნალები არ არსებობდა და იქ ამოდიოდა პოსტერები და რაღაცები და ერთ-ერთ ჟურნალში იყო ბოტასებზე რაღაცა ეთყობა რა თემა და რამდენიმე გვერდი იყო უბრალოდ ეს კატალოგი Nike-ის ბოტასების. სურათები? ხო. იმის მერე შეგიყვარდა Nike-ის ბოტასები. რა ქვია. მარტო Nike კი არ იყო, კალათბურთის ბოტასები იყო რა, NBA-ზე იყო ეს ჟურნალი და NBA-ის მოთამაშეებს რებიც ეცვათ ალბათ. და ნუ აი მახსოვს რომ გავგიჟდი, საქართველოში ხარ იყიდებოდა ორიგინალი ბოტასი მაშინ და ნუ აი ეს ჩემი საღოცნებო ის იყო ეს რომ აქედან რომელიმე მომცა. 1-4-5 გვერდი იყო ეს მარტო ბოტასები ეს წვრილად რა, თავის სახელებით. ხო. ეხაც მახსოვს მოდელები რამდენიმე იქიდან. ეს ისტორია გამახსენდა შენთვის ბოტას რო ყიდულობდი. მოყვე? მოყვები. ესე იგი არ დავასახელებ ხა მაღაზია, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენი ტრადიცია კი. მოგეთ გიოსთვის ვაპირებდი საჩუქრის ყიდვას და ჯერ ხომ მოვატყუე. სახლიდან გასასვლელი მიზეზი ხო და მე თქვა რაღაცა და მეთქი სოფო უნდა ვნახოთ თქო რაღაცა. არა და მე ვერ ვიტყუებიო, კაცმა რო კითხოს, ტყუილის თქმა არ შემილიო. ეგ როდის თქვი ტყუილის თქმა შემილია? მე გითქვამს.
არა, არ შემიძლია ტყუილის თქვა, მაგრამ ერთი 10 ჯერ მომატყუე მაგ დღეს რომ ხა გავდივარ აი ჩავდივარ აი ხა მელაპარაკება ხა მოვა რაღაცას წერდი. ეგ იცი რა არის, როცა კეთილი ტყუილი. ხო, არა, როცა უწყინარი არის და რაღაცა პირიქით რაღაცა იმისთვის აკეთებ, რომ 15 წუთში გაიასნდება ეგ. ხო. ტყუილი და ის ტყუილი არ არის რაღაც და ეგ ზიანი არ მოყვება. ეგ ადვილია ხა. ხო და მოკეთ მოვატყუე რომ სოფო უნდა ვნახო მეთქი რაღაც აქვს მოსაყოლი თქო და გავშპი სახლიდან ჩავედი იმაში City Mall-ში და ვაპირებ კონკრეტული მოდელი ვიცი რაც მინდა რომ ვუყიდო Nike-ის ბოტასი და შევედი ერთ-ერთ ჯორდანები. როგორ? ჯორდანები. ხო შევედი ერთ-ერთ მაღაზიაში შევედი კი არა მივედი და დამხვდა დაკეტილი ოღონდ დაკეტილი ეს ნახევრად არის ჩამოწეული აქვია ჟალუზი. ხო და გარეთ რაღაცა ფუსფუსებენ ეს კონსულტანტები ანუ იმიდან რა ქვია ერთი მაღაზიიდან მეორე მაღაზიაში რაღაცები გადაქონდათ გადმოხონდათ რა და დაკეტილია მეთქი ვიკითხა და კიო დღეშო დაკეტილები ვართო და თან არც საიტზე არცად არაფერი არ ეწერათ რა არა და ნუ სპეციალურად მაგისთვის ჩავედი ხო ნუ ცოტა წავიწუწუნე რომ რაღაცა სადმე მაინც დაეწერათ მეთქი ხა მაგისთვის ჩამოვედი მეთქი რა და ამ დროს ამას ველაპარაკები ამ ერთ კონსულტანტს მეორე კონსულტანტთან მივიდა ბიჭი და გოგო აი რაღაცა ორი სიტყვა უთხრეს და შეუშვეს აი გადავირიე ეგრევე და მეთქი რა არის ვიღაცისთვის დაკეტილია და ვიღაცისთვის ღია მეთქი ხო და ისავ იმათმა კონკრეტულად იციანო რა უნდათო და მაგიტო შეუშვეს და მეთქი მკითხა იქნება მეც ვიცი კონკრეტულად რა მინდა თქო და აი უკვე რაღაცნაირი აგრესიით და რაღაცით ვიცითო ხო და კი მეთქი აი ფოტოც მაქვს მეთქი და კონკრეტულად ეს მოდელი მინდა მეთქი რა ზომა მინდა ისიც ვიცი მეთქი და კაიო მობრძანდითო შემიშვეს და დავდექი სალაროსთან დადგა ლეპტოპთან ახლა რომ ნახოს ეს მოდელიო ჩვენო არ გვაქვსო არც უნახავს ისე ხო და მეთქი საიტზე წერია მეთქი რომ არის ეს მოდელი თქო და რანაირად არ გაქვთ თქო ეგო ალბათო ისაო City Mall-იო გლდანი არისო მეთქი კითხვა არ ვიცი თუ რა ანუ City Mall-ი საბურთალო წერია მეთქი აბა მაჩვენეო ვაჩვენე და თან ყველა ზომა არის ის კი არა რომ აი რაღაცა ერთი ზომა წერია და აი დარჩათ სიტყვაზე და არ გადააკეთე ანუ ყველაზე მეტი ზომა არჩევანი City Mall-ში ქონდათ რა ხო და შეხედა მე ვითომ აი ზუსტად აი 3 წამით ალბათ რაღაცა ნახა ლეპტოპში და არაო ჩვენ საერთოდ არ გვაქვსო ეგო კაი აი რას ვიზამდი რას ვეტყოდი და წამოვედი მოკლედ წავედი სხვა ფილიალში მივედი მომემსახურნენ გადასარევად და ყოველი შემთხვევისთვის ზომაზე ვკითხე რომ მეთქი ზომები მეთქი რო რამე და არ მოერგოს მეთქი გადაცვლა ხო შეიძლება თქო და კიო რა თქმა უნდა შეიძლებაო და აი ბარემ რომ მითხრათ მეთქი აი რომელ ფილიალში არის მეთქი ზომები თქო და ეხლა გადავამოწმებო და გადაამოწმა და აიო City Mall-ში არისო ზომებიო და აი რამხელა განსხვავება არის ვთქვათ კონსულტანტებს შორის ანუ ნომერი ჩამაწერინა რომ აი ყოველი შემთხვევისთვისო წინასწარ აი გადასაცვლელად რომ წახვალთო წინასწარ რომ დამირეკეთო დარეკეთო ამ ნომერზეო და აი ეს კოდი მითხარიო ესე სტიკერი დამიკრა ყუთზე რომ აი ეს კოდი მიკარნახეო და ზუსტად გეტყვიო იმ მომენტისთვისო რომელ ფილიალში იქნება რომ ტყუილა არ მიხვიდეო სადმეო რა ესეთი დავგადასავალი. საბოლოოდ ბოტასის შეძენა მაინც მოხდა. მე ძალიან მომეწონა ძალიან მაგარი ლამაზი მოდელია და გამიხარდა. მადლობა. პრის. შვიდობაში. იმის მე რეგმაცვია ხოლმე ჩავიცმო. დღეს მაღაზიაში შეპირებდა ჩასვლა. მაღაზიაში კი არა, ეს ჟურნალების საყიდად რო ჩადიოდა მაგ ბოტასში ჩაცვა საფიოთ. კი, კარგია ნამდვილად. არჩევანში არ შემწდარხარ. დავიწყოთ კითხვა. გვაქვს სპორტული ლელო, არის სარკე, თბილისელები. არ მჯერა. კიდე რაღაც ასავალ-დასავალი არის. ზუსტად ისეთია, როგორიც იყო, აი ზუსტად ისეთია. მე თბილისელები. სარკე.
აი ეს მომწონს უკვე. როგორ აუხსნა სიყვარული ბესო კალანდაძემ საყვარელ ქალს. მედია კალანდაძემს კახურად მითხრა გო მიყვარხარ. რომ დაუბრუნდი, ჩემი სამეგობრო დამხვდო საკმაოდ კარგ თანამდებობაზე, თუმცა ჩემი დახმარება არ იკადრეს. ერთ-ერთი მომღერალი ამბობს. ხო. შენ თბილისელს გითხარ. ხო. პირველად ვაკეთებ იმას, რაც მე ძალიან მიყვარს და არ ვუსმენ სხვას. როგორ მოემზადნენ მომღერალი და მისი ცოლის საოცნებო კონცერტისთვის. ეს იყო აი ერთ-ერთი მთავარი თემა, რაღაც აიტაცეს ძალიან. კობახიძემ რო თქვა, მე წაგიყვანთ და საქონლის და ღორის რბილ ხორცს გაყიდინებთ 9 კილოგრამს 10 ლარშიო. ხო, ჩვენი 20 ლარის დღეში 20 ლარის ბიუჯეტის იმაზე. ხო. არ გამოგდის ეგ ხო თან? არა. ხო. ეს ითიწყება ხოლმე, რომ ზოგი გვერდი ფერადია და ზოგი შავთეთრი. ჩემთან ყველა შავთეთრია. ეს არის რაცები ძურება ფურცლები ნახე. ეს არის პირველი გვერდი და ბარე მაკედანაც ფერადი გააკეთეს. მოროშკინა არის პირველი გვერდი. ხო და რას ვამბობდი, ის 20 ლარის ჩელენჯი არ გამოგდის რა თქმა უნდა. ანუ არის რაღაცა დღეები რომ 20 ლარს ხარჯავთ, არის დღე რომ საერთოდ ხარჯავთ რა, მაგრამ მე არის დღე რომ უცებ 100 ლარი შეიძლება დაგვეხარჯოს რა. მაგრამ საერთო ჭრილში, ანუ ეკონომია გამოდის რა, როცა ცდილობ მაგას. როცა ცდილობ რაღაცა გამოდის, ხო. ხო, და აი ვნახოთ ერთი თვის თავზე როგორ იქნება. მე ისინი მომწონს აქ. რაც პოლიტიკური გვერდი არის და სათაურები აქ რა ესე. რაცა იმას რაც ეთქვა ერთი დიდი სტატია. ხო. ხო და ანუ კატეგორიები, ანუ ახალი ამბავი რო წერია. ხო. თავზე კატეგორიის სახელი. ეხლა კაცებში რო აკეთებთ ხოლმე ნიუსებს კატეგორია. ერთ-ერთი არის ნაგრძნობი. ესე ქვია. ზელენსკიზე არის. ის ეხლა შემხვდა ესეთი სტატია სალომე ჭაჭუარო ორსულად არის კი არა და ბავშვი რო გააჩინა. ხო. ხო და ეს ეხლა გამახსენდა რომ რაღაცა პოსტებით შემხვდა. რომ ბავშვი გააჩინა და რაღაცა და ავტომატურად კომენტარებში შევედი. რა ხდებოდა? ეს აკლია ამ ჟურნალს კომენტარები არ აქვევით რა. უმამოდ გაჩნდა, პირველივე კომენტარი იყო. და მე ვიღაცის პასუხი იყო. უმამოდ ბებიაშენი გაჩნდა და თუ დაწყეს ერთმანეთს. კი, რა თქმა აი ეგრევე. ანუ მილოცვა გაიჩიტა. ვიღაცას ხო მამას და ამას უოცობ დაბადების დღეს უსურვებ ჯართებას ბედნიერებას წარმატებულ ცხოვრებას. კაი რა? ვის? რომ ვიღაცას ავით სახედაგვარი აქვს. გასაგებია. ხო და აი საოცრება არის, აი რანაირად შეიძლება ადამიანი კონფლიქტში, აი რაზე შეიძლება კონფლიქტში შევიდეს, აი რო წარმოიდგინო რა, აი სალომე ჭაჭუამ ბავშვი გააჩინა და ამას დაიწყეს ჩხუბი. აი ხო წარმოუდგენელი რაღაცა არის. კი. ახლა თბილისელები ხო არა? პირველი მეორე გვერდი არა და მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე სულ პოლიტიკა არის. ხო. პოლიტიკაზე ესო. რატომ სჭირდება ევროკავშირი საქართველოს როგორც მსხვერპლი რუსეთისთვის შესაწირავად? როგორ გახდა მარიამ სამხარაძე რამდენიმე საათში ძალიან პოპულარული? ვინ არის მარიამ სამხარაძე? არ ვიცი, ძალიან პოპულარულია, გამოგჩა რამე. ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში სარკე მაშინ რა ვქოთ, თბილისელებში ვკითხულობ სოციალურ ქსელის ამბებს. ხო და რაღაცა რა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა 50 გოგონას ვიდეოები, რომელიც გარეგნულად თერორისტ საქართველოს აღებთავა. გოგონა ამას სხვადასხვა ყურადღება მიიპყრო მოდელი მარიამ სამხარაძე აღმოჩნდა, რომელიც ცხოვრება ფრანგულ საქმიანობას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ. რაღაც მოდელი ყოფილა იტყობა. გავარდა TikTok-ებზე და ეხლა ეგ მინდოდა მეთქვა, აი რაღაცა სხვა სამყარო არის რა. ეხლა უსმენე. ეგ ხო არ ვიცი ვინ არის. ეხლა ნახე. ალექსანდრე ზაზარაშვილი. ამერიკაში თანდათან შემომეცალნენ ისინი, ვინც რაღაც გამორჩენას ელოდა. ახალგაზრდა მომღერალი ქართულ გოგონაზეა შეყვარებული. მინდა ჩემმა შვილებმა საქართველოში იცხოვრონ. ვინ არის ეს? ხო, ეტყობა არის რაღაცა ჩვენი ბაბლის იქით რა. და აგე მთელი ერთი ფურცელი არის მიძღვნილი. ალექსანდრე ცნობილი გახდა რომ აქ ნახე როგორ არის, აქ ხო მიდის და უცებ გრძელდება რამდენიმე ფურცე. მე ეს მარიამ სამხარაძეზე ხო არის და პოპულარული როგორ გახდა რაღაც. მე არის ტრამპი, ზელენსკი რაღაცეები, საქართველოს ევროკავშირის წირავენ რაღაცა ის არის, აქედან აბა ეს უნდათ და მე მეცხრე გვერდზე გრძელდება.
რა, მარიამ სამხარაძე. ის სტატია რა. ვა. ნახე როგორი ფენომენია დედიკოს ბიჭი და რა უქმნის პრობლემს ასეთ ურთიერთობაში ქალს, აი, სერიოზული თემებიც აბა, წაიკითხე. მე ამხელა ორი გვერდი წავიკითხო. მე რა ფსიქოლოგის კომენტარი. ამონარიდები წაიკითხე. ინგა 45 წლის ესე იწყება. თავიდან ყველაფერი ძალიან ჩვეულებრივად დაიწყო. ის იყო ყურადღებიანი თბილი ოჯახზე ორიენტირებული. ნახე, შენთან წვეს დაიწყო. ესე დავიწყე. ეს თვისებები თავიდან ძალიან მიმზიდველი ჩანდა. მეგონა რომ ასეთი მამაკაცი იდეალური პარტნიორი იქნებოდა. განსაკუთრებული ნამდვილად არაფერი შემიმჩნევია, მაგრამ დროთა განმავლობაში აღმოაჩინა, რომ მისი ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება კაცს კონტროლს გადიოდა დედამისზე გავლით. ეს არ იყო მხოლოდ რჩევა. ოჯახის წევრის მხრიდან ეს იყო დამოკიდებულება, თითქოს მისი აზრი საბოლოო არ იყო, სანამ დედა არ დაამტკიცებდა. რაღაცა ფილმს იღებენ. დედიკოს ბიჭზე? ფსიქოლოგის კომენტარი გაინტერესებს ამ თემაზე? ხო. ნუ ის გრძელდება ყვება რა, როგორ გავლენა ქონდა დედამისს და ყველაფერს დედამისს ეკითხებოდა და რაღაცები. დაშორდა, მაგრამ ქმარს როგორ ფოტოში რაღაცა წავიკითხე და გამეცინა. გეტყვი. მითხრა. მოყავდა. ფსიქოლოგის კომენტარი. ხო. დედიკოს ბიჭის ამაზე რა ქვია, ნაცრის ფერზე წერია შავად. ეს ლამაზად აიქ. დედიკოს ბიჭის სინდრომი არ არის უბრალოდ სოციალური სტერეოტიპი, ეს არის რეალური ფსიქოლოგიური გამოწვევა, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს ურთიერთობების ხარისხზე. დედიკოს ბიჭის სინდრომი წარმოადგენს ფსიქოლოგიურ დინამიკას, რომელიც წყიად ყალიბდება ბავშვობის პერიოდში, როდესაც დედა-შვილის ურთიერთობა გადადის ჰიპერზრუნვისა და ემოციური შერწყმის ფაზაში. ასეთ შემთხვევაში მამაკაც არ ეძლევა შესაძლებლობას სრულფასოვნად ჩამოყალიბდეს, როგორც დამოუკიდებელი ინდივიდი. ქალისთვის, რომელიც ასეთ მამაკაცთან ურთიერთობაში შედის, მთავარი გამოწვევებია. ემოციური კონკურენციის განცდა. ემოციური კონკურენცია. საკუთარი როლის გაუფასურება. ანუ ეგეთ ქალი რომელიც ეგეთ კაცს გაყვება, რომელიც დედიკოს ბიჭია. ამასთან უწევს გამკლავება. ხო, ერთი არის რეებს ეჯახება, ემოციური კონკურენციის განცდას ეჯახება. ხო. ანუ ემოციური კონკურენცია თქო რომ ის არ იწვევს მისთვის მთავარ ემოციებს. ხო. ოკეი. საკუთარი როლის გაუფასურება. მუდმივი დაძაბულობა და დაუცველობის შეგრძნება. ეს სამი რაღაცა იყო. ხო და ეს ფსიქოლოგის კომენტარი, ანუ ეს ვიღაცას წერს თავის ცხოვრებაზე რაღაცას, მე ფსიქოლოგმა გააკეთა კომენტარი. ფსიქოლოგი მოიწვიეს და გააკეთა კომენტარი? ამ რუბრიკას ქვია ნიღბით და უნიღბოთ. მე მაქვს ეგეთი რაღაცა. და მოიცა შემდეგი გაინტერესებს რა არის? შემდეგი გვერდი ადამი და ევა. ვა. რა თქმა უნდა, კლასიკა არის. რა? ერთი ავტორი? არ ვიცი, ეწერება ბოლოში ავტორი. აი, ჟურნალის კითხვა არის. გასაგებია, მაგრამ დღევანდელი მაქვს ნაყიდი, ხო არ ვიცი, წინაზე ამ რუბრიკაში ვინ დაწერა. შეეძახის ყველა ნომერში? დიახ. მე ესე თქვი. ეგრე ვთქვი. ამ რუბრიკებს ყოველთვის ერთი და იგივე ავტორი ყავს მეთქი? ჩახერთხა. მოვიდა ესე უნდა დაგეკეცო და ისე. ხო, ეგ უნდა ხო, ეგეც არის. როგორ გადაარჩინა სტალინმა დედამიწა განადგურებას? რატომ შეადგინა ბერიამ გეოლოგები საქართველოს წიაღის ულთარუკა. Короче, სტალინზე და ბერიაზე ხო. მე მახსოვს, როცა მარტო ჟურნალები იყო და დენი იყო, მაშინაც იწერებოდა. და ეხლაც აუცილებლად რაღაცა ის აქვს გამომუშავებული ფორმულა, რომ უნდა იყოს ამაზე. და სტალინი და ბერია არის ერთ-ერთი, რომელზეც ყოველთვის რაღაც უნდა ეწეროს რა. ხო, ნუ ინტერესის სფერო არის, ხო, ტყუილად კი არა აქვთ იმათაც, კეთილებსაც ეს. სტალინზე რო გიждდება. ეხლა მე გულახდელი საუბრები, რაზე გამეცინა წეგან, რა გაინტერესებს? ეს ნაცრისფრად გამოტანილი რა წერია, იცი? ჩემმა საქმრომ სხვა ქალი შეირთო და ჩემ მიერ მოწყობილ სახლში მასთან ერთად ცხოვრობს. აი რაღაცნაირად მოხერხა. ესე იგი, ალბათ ერთად მოაწყოს რაღაცა ბინა, რომელშიც ჩემს მიერ ხო ეწერა. ახლა ეს ყიდულობდა ყველაფერს და თვითონ აწყობდა ისე რომ საქმრო საერთოდ არ ერეოდა ამაში. იქნება მანამდე ქონდა ეს სახლი მოწყობილი, მე საქმრო გაიჩინა. აპირებდნენ დაქორწინებას, ამ გოგომ მოაწყო ეს სახლი და ამ ბიჭმა ამასობაში სხვა შეირთო ცოლად და ცხოვრობს იმასთან ერთად.
ეგ ეწერა ისედაც მეთქი როგორ მოახერხათ. დიდი ხანი არ არის თანახა. გურამ ოთხოზორიას ინტერვიუ. მე რომ ყავდა პოდკასტში მამა გურამი. ძალიან საინტერესო. მოსაუბრეა და ბევრისგან გამიგია რომ მაგ ეპიზოდმა. ხო. ძალიან ბევრი რაღაც შეცვალაო, ჩემში რომ მოусმინეო. კომენტარებში ბევრი წერს და ისედაც გამიგია. ძალიან საინტერესო ადამიანია. კი. არ შემიძლია არ დაგეთანხმო. ჩემმა შვილებმა ფული რომ იშოვეს, მაშინ გამოჩნდნენ ის ადამიანები, რომლებმაც გაჭირვების დროს ზურგი გვაქციეს. რა თქმა უნდა. ეს დასასრული არის ხოლმე ყველაზე მაგარი სათაურის რა, რო არ ელოდები. არ გეგმავდი ორსულობას, კარიერის გაგრძელება მინდოდა, მაგრამ ომიც დაიწყო და ფეხმძიმედაც დავრჩი. ომი? რა გამოვიცნობდი. სატელევიზიო პროგრამა ნახე. სატელევიზიო პროგრამა? ხო, რომელსაც რა გავა. პირველი არხი. მოჩი არაფერი არ შეცვლილა ამ ჟურნალებში რა. ხო და რა უცნაურია, ანუ ვინმე მართლა კითხულობს ამას იმისთვის, ინფორმაციისთვის? იმიტომ რომ ეხლა რასაც ვუყურებ. ფაქტია რომ ახლა არსებობს და გამოდის ამდენი წელია ესე. აი წარმოიდგინე ეხლა აი რაღაცა პოლიტიკური შენ რაც თქვი, რომ აი კობახიძემ რაღაცა თქვა, რომ ის რბილი ხორცი ამდენი ლარიყერს რაღაც. აი ეგეთი რაღაცა არის, რავი, 1-2 არის რა, ეგეც აი ინფორმაციათ რა ვიცი, რამდენად რა მოგცა მაგან სიტყვაზე ეგრე თქვა, ხო? ანუ დარჩენი არის სულ რაღაცა ჭორაობა, რომ ვიღაცამ დედამთილი, ვიღაცამ სიდედრი ის გათხოვდა, იმან ბავშვი გააჩინა. და აქ რო წერია ის სუპერ პოპულარული, როგორ გახდა ცნობილი, რაღაცა წერა ვერავინ ვიცანი. იმის მე კიდე ერთი ათი შემოხდა. ეს ახლა ვინ არის, არ ვიცი, ფიტნეს ინსტრუქტორი ცნობილი. აი ჭურში ზიხარ. იყიდე ჟურნალები და გაეცანი ხო. ტყემალზე ეგ ჩვენ წინ იყიდება, გადადი იყიდე. ტესტი როგორ ჩანხარ ცხობის თვალში. მოვაკეთოთ. ძალიან პატარა ტესტი არის ნახე. ხო, აბა. ინცა ისე დაბჭეს. გარშემოყოფთა აზრი ჩვენზე ხშირად არ ემთხვევა იმას, რასაც თავად ფიქრობთ, საკუთარ თავზე. ეს იმიტომ ხდება, რომ იძულებული ვართ საზოგადოებას მოვერგოთ. ამ ტესტში სახლის არჩევანი პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ როგორ აღიქვამენ სხვები. იმის გასაგებად როგორ ჩანხარ ცხობის თვალში, სცადეთ ამ ფსიქოლოგიური ტესტის გავლა. მიღებული შედეგი ზუსტად მიიჩნევა, რადგან მას ჩვენი არაცნობიერი კვარნახობს. იყავით გულწრფელი საკუთარ თავთან და შედეგიც უტყუარი იქნება. სახლი ნომერი 1. გარშემოყოფები აღიქვამენ როგორც ოპტიმისტ და სიცოცხლის მოყვარულ ადამიანს. მოიცა რა შვები კაცო. ეგ პასუხებია. უნდა ავარჩიო. აი ამ აქედან უნდა აარჩიო. ხო, და იმის მიხედვით. მომე ავარჩევ. მეოთხე რა არის ვერ აღვიქვი საერთოდ რა. შენ მესამეს აარჩევ. მეოთხე რა ნაწლავებია? მაგას გეუბნები ვერ მიხვდებით ხო? სამი სახლია და მე ნაწლავები. ნაწლავებში თუ ცხოვრობ ინგლისურად უფრო კაი იქნებოდა. ესე არ გიქოვს საზოგადოება. ხო, აი აქ რასაც აღვიქვამ, ეხლა მაქედან გამომდინარე, აი მესამე სახლზე ვხედავ, რომ ეს არის ტყე და რა სიძახის შენზე ეგ სახლი? მესამე. გარშემოყოფებს მოკრძალებულ და ჩაკეტილ ადამიანად მიაჩნიხართ, რომლის გაგებაც არც ისე მარტივია. ასეთი იდუმალება სხვებს იზიდავს. თქვენ ადვილად არ უახლოვდებით ადამიანებს, მაგრამ მეგობრობაში 100%-ით იხარჯებით და ისინი ერთგულებისა და კომფორტული ენერგეტიკის გამო განსაკუთრებულად გაფასებენ. გაარტყეს? ყველაფერი სიმართლე. ეს ძალიან ადვილია, ეს რაღაცას გავაკეთებ, ბევრ მანქანებზე გავაკეთებ. კი. და ისეთი უნდა იყოს, აი ძალიან რაღაცნაირი ტექსტები უნდა იყოს რა, რომ აი ყველანაირად გაგიხაროს გული. ვა, ლაბაძე გაიჭიტა. კაი. და რა რუბრიკაში არის? ხუმრობა ხარისხის ნიშნით. იუმორი, ეს ერთი გვერდი არის იუმორი რა. დავით ლაბაძე ყვება. მამა ჩემი სოფლის მეურნეობის სამინისტროში მუშაობდა. სოფლებიდან ხან რას მოგვიკითხავდნენ, ხან რას. ხილს ქათმებს ერთხელ დედალი გვაჩუქეს. მამა ჩემმა თქვა ეს არ დაკლათ. კვერცხებს დადებსო და მე დამავალა.
5 აიღე და თივა ჩადეო. ჩავსვი დედალი იმ თივაში მამაჩემ ერთი კვირა იარა, აწევს გათავს კვერცხი არდევს. წავედით ბაზარში და ვიყიდეთ 15 ცალი კვერცხი, ყოველდღე თითო კვერცხს უდევდით გათავს. მამაჩემი იღებდა, წვავდა და ჭამდა. ეხუნა რომ ის გათამდებდა კვერცხებს ბაზარში, კვერცხები რომ გამომელია, ბაზრის კვერცხები რომ გამომელია, მაღაზიის ვიყიდეთ, რომელსაც ხარისხის ნიშანი ჰქონდა დარტყმული. დილით მამა მივიდა, მოიღო ის კვერცხი და სახლისკენ მოვუხშე საწვავად. უცებ ხარისხის ნიშანი შენიშნა, თავი გაარქნა და თქვა, ოხ, დათო, შენი დედაო. ეს უნდა ჩაუგდო იქ ნიუსებში. შეყვარებულმა სახე ჩამილურჯა. ანუ მოიცა. შედ კაცებზეც მუშაობ ამასობაში. ეხლა რასაც ვკითხულობ, ეს არის მოზარდები, ესე კატეგორია. და ანუ ვიღაც 16 წლის გოგო წელს შეყვარებულმა სახე ჩამილურჯაო. და ქვეშ არის რეკლამა, მერე. ამის ქვეშ ეს რო აწერია. ანუ ეს სტატია ხო არის პატარაზე და რეკლამა არის ძვალსახსართა სისტემის პრობლემების მოგვარება და ტელეფონის ნომერი. კაი. ვა, აი ტარგეტირებული რეკლამა ეგ. რა სიგიჟეა? იმ ჟურნალშიც არის ხო რაღაცას რო ახსენებ და ის რეკლამა რო მოხდება. ეგრე არის. ალბათ ის ტყუილა მოგონილი არის ის სახე ჩამილურჯა. ანუ მარსა გეუბნებით, აი ეს წერია, შეყვარებულმა სახე ჩამილურჯა და აქ არის რეკლამა, რომ დარეკეთ სახის ჩალურჯებისთვის, კი არა, ძვალსახსართა სისტემის პრობლემები მოგვარება. ხო და ეგ არის ტარგეტირებული რეკლამა რა. რა სიგიჟეა? ესე იგი, ყველაფერი იყო რა. პოლიტიკა იყო, ის იყო, ჰოროსკოპი იყო, კროსვორდებიც იყო. ისტორია, სტალინი, აღამ ახმადხანი, რელიგია, ყველა თემა შეეხნა, როგორც აქამდე იყო ხო. კროსვორდი ხوار გავაკეთოთ. არ მინდა. ლელო, სპორტები. სპორტებზე გადახვედი? ხო, რაღაც მოხდა ხელში. ქართველი დუბლები ტოპლიგებში. უდუს და ყვარას და მიქაუტაძის ამბები არის. ხო. ყვარა მართლარები აკეთა. აბა. სასწაული. ხოლ არის თამაში? განმეორებით. ეს რო გადის, მოიცა? აუ კიდე შეხედე. მოიცა? სიგიჟეა. ხვალ არის არსენალი მადრიდი. ანუ ეს რო დაიდება არსენალი ეს არის? ატლეტიკო და 4 შაბათს არის განმეორებითი ბაიერნი PSG. აჰა, გასაგებია. ეხლა ნახე. წყვილზე არის რა, შემოქმედ წყვილში ერთად ცხოვრება მაშინ არის ძნელი, როდესაც ერთ-ერთი ბოროტია და მეორის წარმატება არ უხარი. ჩემთვის ძალიან დიდი პლუსია, რომ ოჯახში გვერდით შემოქმედი, ანუ თან რაღაცა შემოქმედ წყვილში ხო? ანუ ისე შესაძლებელია რა, ერთი ბოროტი იყოს და ერთი კეთილი იყოს. მაგრამ აი შემოქმედ წყვილში ეს უკვე პრობლემაა, რომ ერთი ბოროტია. და ეს ხო წავიკითხა წყვილზე და ქვეშ რეკლამა. სქესობრივი უძულრების შარდსასქესო სისტემის ფუნქციათა მოწესრიგება, პროსტატის ჯირკვლის ადენომის და ბლა-ბლა-ბლა დარეკეთ ტელეფონის ნომერი. კი, ტარგეტირებული რეკლამა კი ბატონო. საგიჟეთია. მაგარის არის ქალის ტვირთი. და მე სათავე არ გაინტერესებს. ერთი და იმავე შეცდომის 4 ვერსია. ქმართან გაყრის შემდეგ 3 კაცთან ვეცადე ცხოვრების თავიდან დაწყება. მაგრამ მრავალწარტილი. ქალის ტვირთი არის ეს? კი. არის ეგეთი ტვირთებიც არსებობს. ვინ გამოიგონა უცოლო მამაკაცების მურაბა? პოლ ბოკიუზი, კაცი, რომლის სახელით კულინარიულ ოსკარს უწოდეს. რავო? პოლ კაცი, რომლის სახელით კულინარიულ ოსკარს უწოდეს. უცოლო მამაკაცის მურაბა. ამან გამოიგონა თესლის განმავლობაში კონიაკიან ბოთლში თანდათანობით ამატებენ სხვადასხვა ხილს, მარტყს, ალუბალს, ბალს, ატამს, ვაშს და მსხალს. მიღებულ კონიაკს მარინადს მურაბის გემო აქვს. მაესტრო ბოკიუზი ირწმუნებოდა, რომ ეს უცოლო მამაკაცების მურაბაა. ბოკიუზმა ახალი სტილი დაამკვიდრა, რომელსაც ახალ სამზარეულოს ეძებდა. კაი, ეს გასაგებია, მაგრამ უცოლო მამაკაცების რატო არის? შეჭამდა, მოიყვა ან ცოლს თუ რა ხდება? არ ვიცი. ჩემს მას ვაჭამოთ იქნება. ცოტა ხნის წინ იყო ვიდის ტვინზე რო იყო რაღაცა ვიდის ტვინს თუ ვაჭამებოს რა უკვე. ხო, ისა. მოთარებული ამბავია.
ასავალ-დასავალია, ისევ ისეთი. სუაზე, ცივიწვნიანი. აუ, აქ უნდა დავადო ხა ერთი ისტორია გამახსენდა რა. ამოვანათე პიპოვი, სადაც მიდევს ესე გადაღებული რა. ხო. ასავალ-დასავალი სათაური ნახე, უკრაინამ ნიკოფსია დაბომბა. რაც პოლიტიკა სტალინი რა თქმა უნდა აქაც არის პირველ გვერდზე. ხო. ზუსტად გამსახურდია. შარდის ბძენთა მეცხრე უქმი რაღაც აქ შეთქმულების თეორიები არის. ხო და ერთხელ გადავიღეთ ეს ასავალ-დასავალი, ახლა როგორი გაზეთია რა. ხო. გადავიღეთ რეკლამა რაღაც ლიმონათის რა. არაფერი ლიმონათი ადრეო მე და ჩემი მეგობრები რეკლამას უცხო ვიღებდით. ალბათ ერთი 15 წლის წინ, ხო და რაღაცა რეკლამა დავიკვეთეს, სცენარი დავწერეთ და ესეთი ის იყო რა, ადრე ახალი შემოსული იყო YouTube-ზე ესე ვიდეო რომ თავდება რომ შეგიძლია დაადო სხვა ვიდეოები რა, რომელსაც გადასვლა შეგიძლია და შემოვიდა ინტერაქტიული ვიდეოები რომ რაღაცა ხდებოდა და ორი სხვა ვიდეო ამოდიოდა და შეგიძლია გაგრძელება აგერჩია რა. ასე აქეთ ამ კარში შევიდეს თუ იმ კარში და დააჯერეთ. და ეგეთი რეკლამა გავაკეთეთ რა YouTube-ზე ასაწყობი რა, რომ ბავშვები მე როგორ მოიქცეოდნენ და რაღაც. შინაარსი იყო რომ ბავშვები სახლში არ უშვებენ მშობლებს თუ იმ ლიმონადს არ მოიტანენ და ის მარტო სახლში რო არის ფილმი. ხო. იქ როგორც არის რაღაცები როგორც მოწყობილი რომ მშობლებს დამართონ, ეგ აქვს მოწყობილი რა. თუ მშობლებს ლიმონადი მოიტანა, კარგად გრძელდება, თუ არა და რაღაცები ემართებათ, ხო და? ეს სტატია დაიწერა ასავალ-დასავალში მაგ რეკლამაზე. დააკავშირეს სააკაშვილთან. ხო. და სპაიდერმენთან თუ რაღაცა. და რაღაცა როგორი ეშმაკის ნიშანს აკეთებს სააკაშვილი. რაც ხელით 3-6-იანს თუ რაღაცა. და თან ეს ვიდეოც მაგასთან იყო ბავშვებს როგორ აჯანყებენ მშობლების წინააღმდეგ თუ რაღაცა და კიდე სპაიდერმენი იყო. სპაიდერმენი რა? არ ვიცი რაღაცა შეკრული იყო თეორია რა, რომ აი რას უშვება ვიღაცა მასონები ქართველებს თუ რაღაცა ეგეთი შინაარსი იყო. და ესეთი რაღაცები არის ასავალ-დასავალში? ეგეთია ხო, მაგ დავადებ უეჭველი მაგ სკრინს. ეს თეორიები დაწეს რაღაცა წაიგითხეს დაიჯერეს რომ სამე კროსვორდებამდე მივედი. სკანვორდი. ამის შევსება და კურსპალტრას ისინი მევოსებოდა ხოლმე რა ქვია. კროსვორდები და ბოლო გვერდზე ანეკდოტები და რაღაც კურიოზები იყო ხოლმე და მაშინ ხო წირი იყო ესა და რაღაცებს კითხულობ. აუ ეს არ გინდა? ტესტები არ გინდა? სიყვარულის რომელ ენაზე საუბრობთ? მე დაგიშვა კითხვებს. დავაი. მე და ქულების მიხედვით მე შედეგს ნახავთ რა. რა გაბედნიერებთ ყველაზე მეტად? თბილისში ტყვები, ერთად გატარებული დრო, საჩუქრები, დახმარება, ფიზიკური შეხება. ერთად გატარებული დრო ალბათ რა. კარგი, ორი ქულა აქვს სულ რაღაც. სამი რასა აქვს? სამი აქვს საჩუქრებს. კარგი არის სამი ქულა? არ ვიცი. მე ქულების მიხედვით როგორი ხარ? ისი ტესტია? სიყვარულის რომელ ენაზე საუბრობთ? გასაგები. მეორე კითხვა. როგორ გამოხატავთ სიყვარულს? სიტყვებით, დროის დათმობით, საჩუქრებით, დახმარებით, შეხებით. დახმარებით, დროის დათმობით. ხო, ჩავიწერ. რა გწყინთ ყველაზე მეტად? უხეში სიტყვები, უყურადღებობა, დავიწყებული სიურპრიზები, დახმარების არ გაწევა, ფიზიკური დისტანცია. რა უხეში სიტყვები იყოს? უხეში სიტყვები. რა ცოტა ქულებს აგროვებ. შენ რას აიჩევდი მაქედან რომელი ყველა საწყენი? ხო, ალბათ. ნუ უყურადღებობაც ყველაფერი საწყენია მაქედან, მაგრამ მაქედან თუ ასარჩევად. როდის გზნობთ თავს საყვარელ ადამიანს? უყურადღებობა შეიძლება იმას აქნა რა ქვია, თქვა რომ აი გამორჩან რაღაცა, მაგრამ უხეში სიტყვა უკვე ის არის, ქმედება არის. მართალი ხარ. როდის გზნობთ თავს საყვარელ ადამიანად? როცა გაქებენ, როცა გისმენენ, როცა საჩუქარს იღებთ, როცა გეხმარებიან, როცა გეხებიან. მაგრამ საჩუქარი და შეხება იმენა, მაგრამ გატენიან. რომელი? მეორე იყო მე მგონი. როცა გისმენენ? ხო, ალბათ. თქვენთვის პარტნიორთან დროის იდეალური გატარება. საუბარი. შეხება. უბრალოდ ერთად ყოფნა, როცა სურპრიზს უკეთებთ, საერთო საქმეს ვაკეთებთ, როცა ვეხუტები. შეხება. უბრალოდ ერთად ყოფნა. რთულ დღეს რა გეხმარებათ? სიტყვები, საუბარი, საჩუქარი, დახმარება, შეხება. საუბარი. საუბარი. ვინმე არის ყველაზე შეხებაზე და ხის ყველა პასუხი შეხება. კი, შენ ძმაკაც ვიტყოდი არ დავასახელებს. შეხება? ოკეი. რას აფასებთ ყველაზე მეტად?
სიტყვიერი მხარდაჭერა, დრო, საჩუქრები, ზრუნვა, სიახლოვე. ეს აფასებ ყველაზე მეტად სიახლოვე. მოიცი მაგაშია. სიახლოვეს? ეგ იყოს. პლუს 5. მაგრამ კულა 16 კულა. ხო. ესე იგი 7-დან 11 არა 12-16 ეს არის. დროის ენა. თქვენთვის სიყვარული ნიშნავს ყურადღებას, ერთად ყოფნას, გულწრფელ კომუნიკაციას. სულ ეს არის? შეხებას? ამისთვის მიტყვალეთ. მოდი რა ვქნათ, იცი? აი ვიღაცა რო შეავსოს და ყველაფერს შეხება დაწეროს, იმას რა ამოუვა. დაითვალე ეკულები. მოიცა? ნახავ. გვერდზე არის კიდევ შეძლებთ შეერჩიოთ გველი, რომელიც არ მოგკლავთ. მოდი მე გეტყვი რამდენი კულა არის რა. მინდა. მე სად იყო? ეს იყო ესა? ხო. რა გაბედინებთ ყველაზე მეტად აქ შეხებას 5 კულა? ხო. როგორ გამოხატავთ სიყვარულს? შეხება 5 კულა? ხო. სიახლოვე 5-იანი. 35 კულა. თქვენთვის თავარია ჩახუტება კოცნა ფიზიკური სიახლოვე. ვა. აი დამიბრუნე, ზარ მომეწო, ეს ვიყიდო ხოლმე, მომეწ. მე წავიკითხო რაღაცა. არა, მე მინდა. აი გვეყოფა გაზეთები მე მგონი. აი. თამაშზე ხოლმე გადავიდეთ. გადავიდეთ. ხო ზოგ უპასუხე 3 წამში. აი ეს აკია და 5 წამში. 5 წამის წესი. 5 წამის წესი. 3 ანუ 3 პასუხი უნდა გასცე რა. აქ გვაქვს თამაში. ეს მეჭიროს. სულ პასუხზე დაარტყი. ნერვებს მომიშლი ჩავატყავს. ჩავრთოთ თამაში, აქ გავუშვოთ სკრინ რეკორდი. ერთს მე ვიტყვი, ერთ შენ. ესე იგი, ამოვა შეკითხვა. მე წავიკითხავ, სტარტს დავაჭერ და 5 წამი აითვლება რა. და თუ 3 პასუხი გაეცე 5 წამში, 1 კულა არის. ხო, 5-მდე. 5-მდე. თუ მოგებისკენ წავედი, მაშინ 5-მდე. პლეიერ 1, ანუ შენ ხარ პლეიერ 1. ხო. დაასახელე 3 სერიალი, რომელიც ყველა მიცის. Breaking Bad, Game of Thrones, Lost. კი ბატონო. 1 კულა. პირველად არ დავიბენი, მომეცე. ეხა ამბოა ისა, მე სტარტს დააჭერ, მიხვდები მოგეთაც მაგ. Player 2. და სტარტ წავიდა თქვი, სტარტსო დააჭერ. დაასახელე 3 ტიპის ფეხსაცმელი. წავიდა. ბოტასი, ტუფლი, ბათინკი, ჩუსტი, სანდალი. რაღაც რამე რო არ ჩაგეთვალა რა. ტუფლს არ ჩაგითვლიდი, მაგრამ მე რა ვქია ტუფს ქართულად? ფეხსაცმელი, ტუფლი რა არის? ფეხსაცმელებში დამესახელებენ ფეხსაცმელი? ნუ ხო, მაგრამ ტუფლი ქართული არ არის. ტყავის ფეხსაცმელი რა. ხო. არც ბოტასია ქართული, არც სანდალი, არც ჩუსტი. ხო. არც ტუფლი. ხო, მაგრამ ნუ გეტყვი. აი ეს პირდაპირ სახელებია რა, ტყავის. ხო, გასაგებია. ერთი. მომეც. ნეილს არ დააჭირა? შენ უნდა გეჭირა. დაიწერა მე მგონი. არა, მე დავაჭირე მანდ. შენ თუ დააჭირე მე რო. კი. დაასახელე 3 ქართულად ვერ მოშვები მეცა. ბარბიკიუ ხო თიაც არის? ხო. 3 ბარბიკიუს კერძი, ანუ რასაც წვავ იმაზე წავიდა. სოსისი, სტეიკი, თევზი. რასაც წვავ ბარბიკიუზე, კაი, ნეილდით. ხო, არის. კი ბატონო. Player 2-ს 2 კულა. რამე არასწორად თუ თქვი, არ დაწეროთ კომენტარებში. დაასახელე 3 რაღაც, რასაც public, ანუ საზოგადოებაში ვერ გააკეთებ. მოსაქმება, დაბოყინება, დამთქნარება. ვერ მოასწარი ბოლო. ვერა? ასაც ვერ გააკეთებ. აი, პრინციპში დაწყებული გქონდა. მაგრამ დამთქნარებას ვატო ვერ ასაც გააკეთებ. ხო რა, ფიქრაც არ შეიძლება კი და ხელი უნდა აიფაროთ რა. არა, რასაც ვერ არ უნდა გააკეთო რა. ხო, კი ბატონო, არ ჩამეთვალა. Fail. შენ ადვილები შეგხვდა. ნუ თუ შეგხვდა ადვილები. ბარბიკიუ ვაფშე არ არის ადვილი. გამიკეთე. წვადი გამოგჩენე. დაასახელე 3 რაღაცა, რაც არის მომწამლელი. Start. გაზი, fail.
მზად ხარ? დაასახელე 3 განსხვავებული ტიპის ცეკვები. წავიდა. ფლამინგო, ქართული ცეკვა, ჩაჩაჩა, ფოქსტროტი. ყოჩახ. 3 რაღაცა, რასაც აკეთებ მაშინ რა ქვია, საშხაპეში. გაქაფვა სიმღერა გაქაფვა. აუ რა, აი 3 რაღაცა საშხაპეში რას ვაკეთებ? ფეილი. 2 ქულა გაქვს. მე რამდენი მაქვს 3? ესე ხა ადვილია. დაასახელეს მანქანის 3 ნაწილი. 3 ნაწილი? ხო. ძრავა, საჭე, ფარები. ყოჩახ. დაასახელეს 3 რაღაცა, რაც არის გლუვი. smooth ეგარი რა. გასაგებია ხო, მაგრამ fail. რა დაიწერა? 4 ქულა დაიწერა წინაზე? არ ვიცი. ეხლა ნახება რამდენი დაიწერება. ჰა. მაგრამ ეს ადვილია. მზად ვარ. დაასახელე 3 მაკიაჟის ნივთი. რა ქვია მაგას? ჩოთკი. დაჭერა და პომადა. ჩოთკი რა არის? ფუნჯი. დავთავრდა დრო. აბა შენ რო ის მანქანის ის მოგივიდა, კაი იყო? ეხა ხომ დაიბალანსებინა. fail. ამდენი ქულა მაქვს. fail. player 2 3 პოინტი. 3 ქულა მაქვს? რაღაც არ დააჭირე. როგორ არა? 3 რაღაცა, რასაც აკეთებ ზამთარში. აუ რა დებილობა! რატო არ დებილობა? სრიალებ, გუნდაობ, თოვლის ბაბუას აკეთებ. და რაღაც აი სისულელები. ცივა. მომივიდა აზრად ესა ცხელი შოკოლადის დალევა. კი ბატონო, იყოს ეგეც რა. ვერ თარგმნე? რაკეტ ხო ეს არის? რაკეტ? ჩოგანი. ჩოგანი. ხო. დაასახელეს 3 სპორტის სახეობა, რომელშიც ჩოგანი ფიგურებს. ჩოგბურთი, ბადმინტონი, მინდვრის ხოკეი, ჯოლებრივი ხოკეი, აუ იმას რა ქვია? კაი, დამთავრდა. როესვიან ერთმანეთს. აღარ გვინდა ეს რაღაცა ზედმეტი ეს. არა, ის ჩაითვალა ხოკეი? კი, როგორ შეითვალა? ო, ჩოგანია ეგეც. ხო, რა ბადიანი ხო არ უნდა იყოს. ხო. კიდე რაღაც ბურთს რო ესვიან ერთმანეთს, რაღაც პატარა რო აქვს თავს რო იჭერს. რაღაცა სპორტი არის, აღარ მახსოვს. ხო. nailed it. 4 ქულა? 3 ქულა უკვე. არა, ხა 4. სულ 3 როგორ ამა? 4 ქულა. 4-2. სამი რაღაცა, რაც არის მჟავე. ალუჩა, ლიმონი, გრეიპფრუტი, მეტი არ არის საჭირო. გრეიპფრუტი მჟავეა? როგორ არის? ხო, კაი, მომჟავო გემოდაგრავს. კაი, გრეიპფრუტი ტკბილია, ასე ყველა ხილი რაღაც პერიოდი მჟავე არის. მე ტკბილდება. 4-3. აი, თუ გინდა არ ჩამითვალო. იყოს, კაი, იყოს. ჭიმჭყლი. შენ მკვახეებ ჩა ყველაფერს და მიდი? ვიგებ. დაასახელეს 3 მარილიანი რაღაცა. მარილიანი რაღაცა? ზღვა? შო. რა არის კიდე მარილიანი? ნუ ყველი კაი. მაგრამ თუ მარილი უნდა უქნა. შეიძლება იყოს. მარილო შეიძლება. მარილი. ყველი უნდა ისა, ანუ მარილი უნდა გეთქვა. ხო, მარილი უნდა უქნა და გახდება მარილიანი. მე თქვა ხო ყველიც ითვლება, იმიტომ რომ მარილიანია. მჟავე კიტრი. კაი. fail. მომეც. fail. ვა, დაასახელე 3 სამზარეულოს ნივთი. ჭიქა, ბლენდერი, თეფში, ჩაიდანი. appliance ნივთი არ არის.
მე მივთარგმნი არასწორად, მაგრამ კაი, ახლა მე რა ვთარგმნი ის გამოიცანდა. ფლანის მაგონი ის არის აპარატურა კი არა და რაღაცა. მოწყობილობა. აი გესადველი იყო. დასახელს თავი მოწყობილობა. ყავის აპარატი, ბლენდერი, ჩოფერი, ჩაიდანი. მაინც გამოიცნებია. 4-4. 3-ს მარტო აი აქედან ვხედავდა. იქ აქვს პარგალკაპტი. უადვილესი არის. მოვიგე. დაასახელე 3 დესერტი. ტირამისუ, შუ, იდეალი, მედოკი. შეუჩერებელი ხარ ამ სფეროში. ოჩახ, nailed it. 5-4 დაძაბულბრძოლაში. ხო, მაგრამ შენ დაიწყე კითხვის დასმა და ეხლა დამთავრდა კაი, მართალია. თუ გამოიცანი ფრეარი და მე ისა რა. ხო. ბოლშემენში. წაიკითხე ხა? არა. ხო, 5-ით შენი ჯერია, თუ ვერ გამოიცანი, წააგე. თუ გამოიცანი, მე შემდეგი გამარჯვებამდე 3 გაყინული საკვები. გაყინული საგძრავ, თევზი, ხორცი, frozen food რა. აი რა დებილობა. Fail. აი ნებისმიერ რაღაცას გაყინავ ეგრე, გაყინული საკვები და მარილიანიც ეგეთი არ არის? რატო ზღვა ხო თქვი? ერთი კიდე? დამარილებულია ზღვა? შენ ხო თქვი ერთი? რა? რაღაცა. რა? გაყინული ხორციო თუ რაღაცა ხო თქვი? ხო და ეგრე ნებისმიერ რაღაცა არ ვიცი. ნაყინი. გაყინული ჟოლო, გაყინული ისა, ყველაფერი შეიძლება თქვა. ნაყინი. რა უქნა რა გავაკეთო მითხარი? ანუ არ ჩაითვალოს? მითხარი რა უქნა ეს ამოვიდა და. დებილობა. დებილობაში გავიმარჯვე 5-4. კომენტარები. სტუდიოში შედი შენ. კი ბატონო. ესეთი კითხვა დავსვით, რა არის ახალი თქვენკენ? ხო. დოდო კრეატივმა დაწერა, მე 7 კგ დავიკელი, ესაა ახალი 10 წელია წონას ვებძვი, ისე მიხარია, სხვა ყველაფერი გადაფარა. ყოჩახ, კარგი შედეგია. ძალიან კარგია და თუ კიდევ გინდათ, ასე გააგრძელეთ. ხო. ზაი ბინის რემონტს მორჩი და გადავდივარ. 7 თვეა ველოდები რემონტის დასრულებას, რომელსაც 1 თვე სჭირდებოდა. აუ, აი, ისე მესმის ეს, აი, გილოცავთ. გილოცავთ. ძალიან მაგარია. ანი ბიწაძე. საქართველოდან წავედი და ახლა ახალი ცხოვრების აწყობა-დაწყობის პროცესში ვარ. აქამდეც რომ სულ გიყურებდით ხოლმე, მაგრამ ახლა აქამდეც ხომ სულ გიყურებდით ხოლმე, მაგრამ ახლა როგორც ოჯახის წევრების სიახლეებს ველოდები, ისე ველოდები თქვენს ეპიზოდებს. ეს კითხვაც რაღაცნაირად ისე საყვარლად დასვით, თითქოს პირადად მხოლოდ მე მეკითხებოდით წარმატებებიო. ეგრეა პირადად გეკითხებოდით, მართალია. წარმატებები თქვენ, ეგ ძალიან დიდი რაღაცა არის საქართველოდან წასვლა და ცხოვრების აწყობა და წარმატებებს გისურვებთ. წარმატებები გამძლეობა. ნებისყოფა. ზურა ფიროზმანიშვილი. ესეთი პასუხი რო იციან ხოლმე შეკითხები როგორ ხარ რა არის ახალი შენკენ ოჯახი ხომ კარგად ყავს ველოდები რომ მოგიყვება და იქიდან პასუხი რავი შენ სურვილი მიჩნდება რომ ნახვამდის უთხრა და წამოვიდე ახალი ისაა რომ არაქისის კარაქთან თაფლი დავამოღამე და მოვიხიბლე ფრიად ისე ძალიან მემშრალებოდა და მეგლისებოდა რაც ჩემს ნერვულ სისტემაზე აისახებოდა კარგ კვირას გისურვებთ წარმატებებიო მადლობა და თაფლი უხდება ერთმანეთს მეგლისებოდა რაც ნიშნავს აი ხო რაღაცა ხო და სხვათა შორის არაქისის კარაქი თაფლთან ერთად ასევე ბერძნული იოგურტთან ერთად ბანანთან და ქოქოსის ფანტელებთან ერთად რო სცადოთ აი მერე ნახეთ თქვენ და იმის ჩაყრა შეიძლება რა ქვია დილის საუზმერო არის ხლოპიებს რა ქვია ეგ არ არის ჯამთელი ცოტა ეხა რა ერთი სუფრის კოზის რო ჩაყარო ეგეთი სიხრაშუნეს მიცემს და მოუხდება მცადეთ მაგის გარშე ძალიან მაგარი გამოვიდა ვენცომ გააკეთა მაგრამ ხო და ბანანი ჩაჭრა ერთი კოვზე ის უკენი არაქის ერთი ბანანი ჩაჭერი ხო თქვი ბანანი არაქისი არა რამდენი თქვი ნუ აი
ვინც ახლა დიეტაზეა და კალორიული დეფიციტი და რაღაცა, მაშინ უნდა მოზომო რა, რომ აი მაგალითად ერთი კოვზი იყოს, ერთი ჩაის კოვზი იყოს, არაქისის კარაქი, ცოტა იყოს ძალიან თაფლი, ნახევარი ჩაის კოვზი იყოს თაფლი, რაღაცა ერთი ჩაის კოვზი ქოქოსის ფანტელი. თუ ეს არის ისევ კონკრეტადები დიეტა და კალორიული დეფიციტი სასურველია უშაქრო რა თქმა უნდა. მე მაგალითად კიდევ ზევიდან იოგურტი რამდენი? ბერძნული იოგურტი, ну მე იმის სუფრისკოს უშვები კარგად რა. მეტი არ ქონდა იმას, შეიძლება გააკეთე ერთ სუფრისკოზე მეტი არ ქონდა. არა, ერთი ჭიქა იყო სავსეთი. ის პატარა ჭიქა არის ესეთი და ესე ფენად კარგად გამოდის. ჩაის ჭიქა რო გაავს რა დაახლოებით. ჩაის ჭიქაზე ცოტა პატარა. ჩაის ჭიქაზე პატარა არის, რაღაც დესერტის ჭიქა არის ეგეთი. და მე ეს ფენებად რო ეფინება, ბევრი გამოდის რა. და ზევიდან კიდე ეს კივი და რაღაცები უქენი. ხო, ვის უხდება ძალიან, ნუში უხდება კიდე. ხო, ახლა ადამიანმა სხვა რაღაცა დაგვიწერა, ისო სტრუქტურა არ მოსწონდა არაქისის კარაქის და მე რაღაც ფილოსოფია დავიწყე, მაგრამ ეს სადაც ძალიან მაგარია. ხო და იქ საერთოდ აღარ იგრძნობა ეგ ამბები. ხო, აი ეს არის მართლა ვინც დიეტაზეა და კალორიებს ითვლის და გახდომა უნდა და ვისაც ტკბილი უყვარს, აი ეს დესერტი არის, აი იდეალური. არ არსებობს ახლა ეს შეჭამო და მე ისევ ისეთი მოთხოვნება გქონდეს რაღაცა ტკბილის რა. როდის გააკეთებ? დღეს. აქვე რო უპასუხოთ. მონტაჟის დროს დავაწერ გააკეთა თუ არა? მოკლედ MZH გვიწერს. რემონტის ახალ ეტაპზე ვართ, ნახევარს გადავწვით, ეს ფაზა სავსეა სიახლებით, მასალებში გარკვევა, შედარება, შეხამება და ასე შემდეგ. კი. ეს არის პროცესი არის. გამძლეობას გისურვებ. წარმატებები. მარიამ ჩაგელ. ინტენს ვარჯიში ძალისმიერი დავიწყე. სახე ახევილი და უბედნიერესი ვარ. აი მე ეს როგორ მიხარია. აი ამას რო ვკითხულობ ხოლმე, აი ისე მიხარია რომ ინტენსიური ვარჯიში, ანუ ინტენს მაგას გულისხმობს. ხო. ძალისმიერიო, ესე იგი წონებით და ასე შემდეგ და ესე გააგრძელეთ მომატება წონების და ანუ საორჯიშო წონების, წონაში მომატება კი არა. მაგრამ ესე დროს წონაშიც მატულობ. ხო, კუნთის მასა რა კუნთის მასას ხარჯე და ეს არის კაი წონის მატება არის. ხო. საქსი ჯოზ, გამარჯობა რა არის ახალი და ავყავი ტრენდს. ტრენდია ალბათ და ახალ დაქორწინებულ წყვილს დაკვირა-დაკვირით გავუძახი ცერემონიის ადგილისკენ. პირველად გავაკეთე ისე ბევრი TikTok ვიდეო დევს და უნდათ სავარაუდოდ ახალგაზრდებს რომ ტრენდული ქორწილი ქონდეთ თავი ცოტათი ჯადოსნური ფლერტის ზღაპრის გმირი მეგონა, მე ვუკრავ წყვილი მომდევს მოჯადოებული, მაგრამ რა თქმა უნდა ჯადოსნური საქსის ზღაპარი კეთილია. ბავშვები ცერემონიის წამყვანს და მეჯვარეებს გადავაბარე, ჩავალაგე ინსტრუმენტი და კაფეში წავედი დასაკრავად და სხვების გასაბედნიერებლადაც წარმატებები. არ ვიცი, ეს არ შემხვედრია? ხო, მე სხვათა შორის პირველად გავიგე. მორფისედაც მაგრამ. ხო. გიორგი შუშაძე. ზღვიდან ხმელეთზე დავბრუნდი და ახლა დასაწინაურებლად ერთი გამოცდისთვის და რამოდენიმე გასაუბრებისთვის ვემზადები. აბა მე ვიცი. ეს ჩვენი წარმატებები ხო მაყურებელია წარმატებები. ამდენი ხანი გამოცდა არ მქონია. ო რომელიც ყველას ძალიან უყვარს გამოცდები. გიჟდები მეც. ჯორჯ აბუ, რავი არ ამიშავს თქვენ? ჩვენც ესე რა. აი კი უყურებთ. ხო. ნათელიკო მე და ჩემი დაქალი 9 წელია ათენში ვცხოვრობთ და საერთოდ არ ყოფილვართ საქართველოში. აუ. ახლა მაისში ჩემი დაქალიშვილი ჩამოდის სტუმრად. ერთი კვირით და ძალიან გახარებულები და აფორიაქებულები ვართ. გილოცავთ და იმედია ჩამოხვალთ. ო, ალბათ უნდა ჩამოხვალ, რადგან ესე მოახერხებთ ხო? ხო. გივი ნიკოლეიშვილი. რომ ვფიქრდები ყველაფერი სტანდარტულად ძველებურად გაზაფხულის მოსვლის გარდა. თუმცა პოზიტიურ შემართებას არ ვკარგავ. ხო, ახალი ისაა ფუტკრის 2 სკა ოჯახი ისევ მოიყვანა სოფელში ჩემმა ძმამ. 30 წელი უწყვეტად ყავდა, მაგრამ ბოლო 2 წელი სულ გაწყდა ფაროსანაზე შეწამვლის გამო. 25 წელზე მეტია თბილისში ვარ, მაგრამ ფიქრებით მენტალურად სოფელში ვარ. ასეთი არაფერი მინახია. ბუნება მიყვარს, წარმატებები თქვენ.
მადლობა ასევე წარმატებები. მადლობა დიდი და წარმატებები თქვენს და თქვენს ფუტკრებსაც. ისე კარგი იქნება საკუთარი თაფლი რო გაქვს. საკუთარი რა, შენი ფუტკრების. ხო. იმათია, მაგრამ და საყვარლები არის. ვირთა გვაგვიწერს. გერმანული სწავლა დავიწყეო. ეს ჩვენ გარო გაიქცა ეს ვირთა. გაიქცა რა, გავაქცუნეთ. გავაგდეთ, ხო. ხო, წარმატებები გერმანული სწავლა არ არის მარტივი საქმე, გამოცდილი მაქვს საკუთარ თავზე და აი ეგ პერიოდი რო სტრესული იყო, როცა გერმანულს სწავლობდი და ნუ სერტიფიკატი უნდა ამეღო, გოეთეში დავდიოდი. აი, ალბათ ყველაზე სტრესული თვეები იყო ჩემს ცხოვრებაში, რაც კი ყოფილა რა. და რამე იმედია ვიღაც კომენტარი არ გამოგჩა, ამ სულ შემთხვევაში ხას რომ ხოლმე კომენტარები არ გვიჩანს ყველასი. კი. ყოფილა რო წერთო და აპასუხობთ და მე ვეძებეთ კიდე აბასად მოუწერეთ, რომ მაინც არ მინახავს. ხო. და რამე იცი მე თქვა, როგორ რაღაცნაირი ესეთი მაყურებელი გყავს. ინტელიგენტური. ხო, და რაღაცა შემოქმედებითი და ესეთი რაღაცნაირი რა. კარგი. ნახე, აი, აქეთ ფუტკრებიო, იქით აპინულების გარდა სხვა რაღაცებს გადავხედე. რემონტები, გერმანული სწავლა, ანუ სულ რაღაცა ესეთ, ყველა ვიღაცა რაღაცას კარგს აკეთებს რა. ხო. აქეთ რა ხდება? გიორგი მალანიამ დაგვიწერა ანდერ არ ვიცი, მაგრამ ოვერდრეს გადაპრანჭული არ გაგიგიათ არასდროს კი, მაგრამ და გაუცების სმაილი. რა თქმა უნდა გაგვიგია გადაპრანჭული, უბრალოდ ხანდახან ისეთ თარგმანს ვეძებდით, რომ შესაბამისი ყოფილიყო. მე არც გამახსენდა. გადაპრანჭული სიტყვა არ გამახსენდა. ანუ ყველა სიტყვას ებმება და ყველა ფერზე სადღაც ეგრეგებული გექნება რა. მართალი ხარ. ანიშა იშმელაშვილმა დაგვიწერა 20 ლარიანი ჩელენჯის ამბავში იქნებ კვირაში 140 ლარის გათვალისწინება ჯობდეს. თუ რამე მარაგი დამთავრდა და გადახარჯვა გარდაუვალია, ასე ცოტა ადვილია, თუმცა თბილისური ფასების ფონზე რა ვიცი, მე როცა მსგავსი რამ მიცდია, ყოველთვის წარმატებელი ფინალი ჰქონდა. იცი რა, ეგრეც ვაპირებთ. სწორი ის არის, რჩევა არის და შენიშვნა. უბრალოდ ახლა ეს გამოუცდელები ხავით ამ ამბავში და ეს 20 ლარი რაღაცა შავად იმას ვქენით რა, დავაწესეთ. მაგრამ წეგანაც ვახსენე, ის ეკონომიის ამბავში კარგად იმოქმედა მაინც რა. არ გამოგდის, რა თქმა უნდა. ძირითად შემთხვევაში, უმეტეს შემთხვევაში ცდებით ამ 20 ლარს, მაგრამ ანუ საერთო ჭრილში მგონია რომ მაინც კარგი შედეგი იქნება ერთი თვის თავზე. Yes. ლუკა ზარგინავა წერს. მოკლედ, ახალი ისაა, რომ თქვენი არხის აღმოჩენა ძალიან ისევ გრძნობ თავს არ მოჩი კითხოს იმერების აპინულების? აპინულში არ წერია, ეს ცალკე წერია. ისევ გრძნობ თავს გონია სტუმრად ვარ თქვენთან და ძალიან მიხარია. საკმაოდ თბილი მასპინძლები ხართ. ამას წინებზე ჯაფარას პოდკასტში გავიგე ამ არხის შესახებ და იმ დღესვე უყურე ყველა ეპიზოდს, რაც აქამდე გქონდათ დადებული. ეს უკვე მეორე სესია. მადლობა, არ გაჩერდეთ. PS უფრო ხშირად ახსენე სხვადასხვა პლატფორმაზე კაცებსაც თხოვე, თორემ ვფიქრობ გვიან გავიგე ამ არხის შესახებ. ბევრად ადრე უნდა გამეგო წარმატებებიო. მადლობა. უღრმესი მადლობა და როგორც წინაზე ვთქვით, სტუმრის მოყვანას ვქეკმავთ. ხო. და იმედია ცოტა გაუზრდის ეს ცნობადობას. ნათელიკო გვიწერს, ჩემს კომენტარში ვკითხავ, დამორცხობით გისმენთ ხოლმე და რატო? და ეს მომეწონა კიდე ჯორჯ აბო გვიწერს, სხვა თუ არაფერი ის წაიკითხე რომ კიდე შეწყოს. სხვა თუ არაფერი ის მიღწეულია, რომ მუსკულებზე ჯერ პოდკასტი იჩითება და მერე სერიალი. კითხვა რაც სათავშია გეყოლოთ ეს სამი შვილის მამაზე არ მიდის. როგორ? ხო, სერიალი მუსკულები იგულისხმენ. განვმარტე. ხო, გადაპრანჭული და გაუპრანჭავი ალბათო. ერთი ისტორია გამახსენდა. წინაზე როგორ არ გამახსენდა, ეგ არ ვიცი. კითხვა არ დავსვათ, არ დაგვაუწყეს. არ დაგვაუწყება, მომაყოლა ერთ წამი. ეს ხო ოპერის ამბავს მოვაყოლეთ, ეს გაპრანჭვა და გადაპრანჭვა და ასე შემდეგ და აი მართლა როგორ არ გამახსენდა ეგ ისტორია, არ ვიცი. ჩემ ბიძაშვილი სოფო, მოკითხო სოფოს დიდხანი არ მიხსენებია. ბიცოლა ჩემმა, ანუ დედამისმა, ქეთიმ დაპატიჟა იმაში ოპერაში. სოფო და თიკა. დები, ჩემი ბიძაშვილები. რომ ანუ ოპერაში წავიდეთო.
და სოფოც ისეთი ტიპი არის რა, აი დიდად არ უყვარს ეს გადაპრანჭვა. და ნუ ჩვეულებრივად ხა ქუსლიანი ფეხსაცმელი ბოლოს მაგისტანზე როდის ნახე და რაღაცა ესეთები არ მახსოვს და ჩვეულებრივად რომ ჩაიცვა დედამ სთხოვა რომ იქნებო რაღაცაო ქუსლიანიო და გაიპრანჭოო ცოტაო ოპერაში მივდივართო ბოლოს და ბოლოს და რაღაცაო და ნუ საბოლოო ჯამში ბევრი რო არ გავაგზავნო ისე მოხდა რომ ძალით ჩააცვეს ეს ქუსლიანი ფეხსაცმელები და წავიდნენ ოპერაში. ნუ რა თქმა უნდა იწვალა ძალიან, იმიტომ რომ არ არის მიჩვეული ქუსლიანებზე სიარულს და ოპერიდან რო გამოდიოდნენ ქეთი ბიძაჩა მილაპარაკობდა ტელეფონზე და თიკა და ქეთი მიდიოდნენ წინ და უკან სოფო კიბებზე ჩამოსვეს გაიშხარდა და ეცა და ამას მიყვება თიკა რომ უკანო ხმა გავიგეო ვიღაცა ქალო თქვა უიო საწყალიო და მოკეთ ამაზე ხო გაბრაზდა რომ ვერ მიაქციეს თან ყურადღება და ტელეფონზე ლაპარაკობდა ქეთი და სოფოსთან ძალიან გაფორმება უყვარს ხო მე რაღაცა რომ მოხდება ერთ ისტორიას ვაუყვები კიდე ამასთან დაკავშირებით და ნუ მოკლედ ტრაუმირებული წაიყვანეს სახლში ნუ თიკას ეცინება ქეთისაც ეცინება მივიდნენ და რა მოხდა სახლში რომ მივიდნენ ლიფტი არ მუშაობს ხოდა სოფოს მოეშალა ნერვები და გაიხადა ფეხზე და ფეხში შოლი გაიქცა. ასე დამთავრდა ეს გადაპრანჭვის ამბავი. ხოდა ეს გაფორმებას რაც შეეხება სოფოზე იმას გულისხმობდი რომ ერთხელ მაგალითად ბათუმში ვიყავით ვისვენებდეს და რაღაცა ბალიშებით ცემატყება დავიწყეთ მე და თიკამ და თიკამ ესროლა ბალიში სოფოს. ბალიში ჩვეულებრივი რა და სოფოს მოხდა თავში. და აი ყვირილი ატეხა. თავი გამიტეხეო. ახლა წარმოიდგინე აი როგორ ძლიერად უნდა ჩაგარტყან ბალიში რომ აი რამე დაგემართოს. და მით უმეტეს თავი რომ გაგიტყდეს და ამას სერიოზულად ამბობდა რომ აი იმხელა ჩამარტყე რომ თავი გამიტეხეო. ესე მოდ გატეხილი თავი არ იყო არსად? არა რა გატეხილი რანაირად გატყდა? არა შეიძლება თქვა რომ ძალიან მეტკინა სუბიექტო იყოს მაგრამ თავი გამიტეხე ხო ის არის თუ აბასად მაშინ უნდა ჩანდეს სადღაც იმას ჯერა კაცო ეს არის სოფოს ემართლა ეგონა რომ თავი გაუტეხეს ბალიშით. ესეთი ამბავია სოფო იმედია თავს არ გაგიტეხავს ამას რომ მოისმენს იმედია მართლა არ გამიტეხავს თავს ამას რომ მოისმენს კითხვა აპინო კომენტარში ხო კითხვა იყოს ასეთი გადავწყვიტეთ რომ გვინდა ზაფხულში ხო მაქსიმუმ შემოდგომას მაგრამ ზაფხულში წასვლა სამოგზაუროთ იტალიაში. თუ მოახერხეთ. და თქვენი გამოცდილება რომ გაგვიზიაროთ აპინო კომენტარში თქვათ რომელი ადგილების ნახვა ჯობია, თქვათ განსაკუთრებით ისეთი ადგილები რომლებიც არ არის პოპულარული და აი სადღაც ნახეთ რაღაც პატარა ქალაქი ან სოფელი ან შიგნით იტალიაში გადაადგილების მარტივი და იაფიანი მეთოდები, აქედან წასვლის გზები, მოკლედ რაც კი რამე საინტერესო გამოცდილება გაქვთ. ხო, კიდე ისიც იტალიაში თუ ყოფილხართ, ეგეც გაგვიზიარეთ. მანქანის ქირაობა. ან ზოგადად მგზავრობაზე. მანქანის ქირაობაც მაინტერესებს, როგორ არის, რა ხდება მაგ ხრივ? ხო, იქნება ჯობია მანქანა იქირავ და შენ თონია რომ ვიდრე მატარებლებს დიო. თან იმის მუღამი მაქვს რა, აი პატარა მანქანები რო არის. იტალიაში. სკუტერი დავიკირავ. ყვითელი, წითელი და ეგეთი მანქანები რო არის, ეგ მაგიციარულის მუღამი მაქვს. იმას რო უნდა და ტანიას რო უნდა და სკუტერიც ციარული. White Lotus-ის. ხო. კაი, ეგ არის. ხო, და მოკლედ გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება. ძალიან გაგვახარებთ და დავავალებთ, ხო? ხო, რა ის გაკეთება არ ღირს, ის გაკეთება ღირს. ის გასინჯეთ, ეს არ გასინჯოთ, ის ფანტანი ნახეთ, ის იმას კენთ და. ხო. ხო, რა პერიოდში ჯობია წასვლა და ეგეთი რაღაც, ყველაფერი მოკლედ. დიდი მადლობა რომ გიყურებდით, რაც არ გვიხსენები არის ჩვენი პატრიონის ხარდამჭერები. მადლობა. მადლობა. გადაუხადოთ ის მათი წყალობით, კი არა და მათი დახმარებით პოდკასტი კიდევ უფრო გაიზრდება.
მადლობა დიდი და არ დაგავიწყოთ გამოწერაც ბარემ. ვისაც გამოწერილი გაქვთ და კომენტარებს გვიწერთ და რჩევებს და გულშემატკივრობთ, ძალიან დიდი მადლობა და ვისაც ჯერ არ გამოგიწერიათ ან დაგავიწყდათ ან რამე მსგავსი, გთხოვთ რომ გამოიწეროთ, ეს ძალიან ძალიან დაეხმარება ჩვენს არხს. რამე აქცია ხო გავაკეთოთ იქ რო არის ხოლმე რა აი ხო რაღაც ბანკი რო გეუბნება რომ მოიყვანე ერთი და რაღაც ის იქნება პლუს გულები საჩუქრათან რაღაცა სპორტ დარბაზზე რო გეუბნება რომ ერთი ადამიანი მოიყვანე ხო და შენ რაღაც ბენეფიტი გექნება ხო მაგრამ ერთი გამომწერი მოიყვანე ხო და რამე შევპირდეთ აი ეგ არის საქმე რას უნდა შევპირდეთ რა გვაქვს ჯერ არ გვაქვს კარგი მოკლედ მადლობა ვინც გიყურა ბოლომდე განსაკუთრებით მადლობა ის ბოლომდე გიყურა მადლობა იწყება 20 წუთიდან. ხო. 20 წუთიდან აქეთ ვინც გიყურა, ყველას დიდი მადლობა. რატო 15 წუთსაც არა ხა? 15 წუთის მადლობა, მაგრამ აი საშუალო ნახვა ეპიზოდს 20 წუთზე მეტი უნდა კონდეს. ხო. ნუ ხა YouTube-მა იმათ ჩათვალოს კარგი. სხვა შორის ეგ ყოველთვის მაღალია ხოლმე და ეგეც მეტყოლებს ჩვენს მაყურებელზე, რომ არ ყავს ისეთი მაყურებელი, რომლებსაც კონცენტრირება არ შეუძლია დიდხანს. და TikTok-ი გონია YouTube. ხო, TikTok-ი გონია YouTube-ი და ძალიან რაღაც 23 წუთი პლუს არის ხოლმე რა. კი, 9 საათიც ყოფილა. კი. და ეს ძალიან დიდი მაჩვენებელია, ანუ YouTube-ისთვის. კი ბატონო. ხო. კიდევ ერთხელ ბატონო. დავამთავრეთ. დროებით.